მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია ჯვარის ხმა, სტუდიაში კი თქვენთვის მარიამ შეროზიალ მუშაობ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია საერთაშორისო ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი თათია კვარაცხელია. მოგესალმებით თათია, მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით მარიამ, მივესალმებით თქვენი რადიოს მსმენელებს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რომ დავიწყოთ თავიდან და მოვუყვეთ ჩვენს მსმენელს, საიდან და როგორ გაჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო საერთაშორისო ბიზნეს სკოლა. სიამოვნებით გაგიზიარებთ, საერთაშორისო ბიზნეს სკოლის დაფუძნების იდეა თუ საიდან წარმოიშვა. 2017-2018 წლებში გასვლითი პროგრამებით ვიყავი ესტონეთსა და ფინეთში, სადაც მომიცა შესაძლებლობა მიმეღო გამოცდილება სკოლის ცხოვრებას გავცნობოდი, დავკვირვებოდი თუ როგორი სწავლება იყო საჯარო თუ კერძო სკოლებში, როგორ იყენებდნენ არაფორმალური განათლების ტექნიკებსა და მიდგომებს და როგორ შეიძლება და მერე დანერგილიყო ეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში. ჩამოსვლის შემდგომ რამოდენიმე პროექტი განვახორციელეთ, თუმცა მაინც მინდოდა რომ ჩემს რეგიონში ყოფილიყო მიახლოებული სასწავლო ცენტრი ესტონურ და ფინურ მოდელებთან, რაც რეგიონის ახალგაზრდებს მისცემდა სხვადასხვა უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას და მათ განვითარებას. გაჩნდა იდეა, რომ ამ მოდელს და სტანდარტებს მოვრგებოდით და ჩვენს რეგიონში ყოფილიყო მსგავსი სტანდარტების, ასე ვთქვათ, სასწავლო ცენტრი. იდეიდან განხორციელებამდე გზაზე რომ მოვუყვეთ ჩვენს მსმენელებს. საერთაშორისო ბიზნეს სკოლა შექმნა ერთმა დიდმა ოჯახმა, რომელსაც მეგობრები ქვია. ჩვენ შემოვიერთეთ და დავისახეთ მიზნად, რომ გვერდით ყოლოდა ახალგაზრდა კვალიფიციური კადრები, რომლებიც ღირებულს ქმნიდნენ რეგიონში და მათი ხმა მიგვეწინა სხვებისთვის და შეგვეცვალა მუნიციპალიტეტი უკეთესობისკენ. იდეები შეიძლება ძალიან ბევრი გქონდეს ყოველ ადამიანს, თუმცა მათთვის მთების შესხმა და სისრულეში მოყვანა დამეთანხმებით არც ისე მარტივია. ჩვენ შევეცდით ძალიან დიდ და ბევრ პრობლემას და ვფიქრობდით, საერთოდ განგვახორციელებინა თუ არა ეს პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში. თუმცა განხორციელებამდე ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და ვიკვლევდით, იყო თუ არა საჭიროება სასწავლო ცენტრის ზუგდიდში. სჭირდებოდა თუ არა სამეგრელოს მრავალპროფილური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მისცემდა ახალგაზრდებს შესაძლებლობას საკუთარი უნარების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ჰქონდა შეხვედრები როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ვფიქრობ, სწორი აღმოჩნდა ჩვენი გათვლა, რისი შედეგით დღეს გვაქვს. რა იყო ის მთავარი ბარიერი, რაც აფერხებდა იდეის სისრულეში მოყვანას და მთავარი მოტივატორი, რომელმაც მაინც გადაგადგმევინა ის ნაბიჯები და ყოფილიყო მიგეღო ის შედეგი, რაც გვაქვს დღეს. პირველი ბარიერი, რისი გადალახვა ჩვენ მოგვიწია, ეს იყო ფინანსების სიმცირე. ჩვენ არ ჰქონდა არანაირი დანაზოგი, არანაირი შემოწირულობა და რაიმე სახის გრანტი, რომ დაგვეწყო ჩვენი იდეის განხორციელება. ვიძიებდით ზუგდიდში ფართს, რომლის ფასი იყო ძალიან დიდი, რისი გადახდის უნარი ჩვენ არ შეგვეძლო. არადა ორგანიზაციას ნამდვილად სჭირდებოდა თავისი ბუდე, სადაც დაიდებდა ბინას. პირველი ეტაპი სამეგობრომ ერთად გადავლახეთ, ჩავჭიდეთ ერთმანეთს ძლავრად ხელები და ეს პერიოდი ძალიან რთულად ვახსენდება, თუმცა ჩვენ რაც გვჭირდებოდა შემდგომ ფართის გარდა, ეს იყო ავეჯი, ინფრასტრუქტურა, სკამები, მაგიდები, სასწავლო ცენტრისთვის და ძალიან ბევრი რამ. ნაწილობრივ გამოვიტანეთ ჩვენი ოჯახებიდან, რასაც წლები ვიყენებდით, სანამ არ მოვძლიერდით და
სანამ არ მოვღონიერთდით და ეს ძალიან მნიშვნელოვან кейსად მომყავს ხოლმე შეხვედრებზე, რომ თუ გვინდა დაწყება რამის, არაფერს არ უნდა შეუშინდეთ, თუ გვაქვს იდეა და გვჯერა ჩვენი იდეის, აუცილებლად უნდა მივყვეთ მას ბოლომდე. ამის შემდგომ პერიოდში თუ გამოჩნდნენ ადამიანები ან ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესდნენ თქვენი ცენტრით და თუნდაც გამოთქვეს მზაობა იმის, რომ აი თუნდაც ფინანსურ ნაწილში დაგხმარებოდეთ. გარკვეული პერიოდი დაგვჭირდა ჩვენ თავი დაგვემკვიდრებინა ქალაქში და ნდობა მოგვეპოვებინა, თუმცა ჩვენ ამავდროულად ვახორციელებდით პატარ-პატარა აქტივობებს, რითაც ხდებოდა დაინტერესება ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად ვწერდით საგრანტო კონკურსებს და ვიღებდით პატარა დაფინანსებებს და ფინანსური მხარე გვიძლიერდებოდა. ამით აქ შეიძლება გამოყოთ ასოციაცია ათინათი, ასოციაცია მერკური, ასევე სხვადასხვა პატარ-პატარა ორგანიზაციები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის როლი ძალიან დიდია ჩვენს განვითარებაში და მადლობა ამისთვის, რადგან ძალიან ბევრი პროექტი ერთად განგვეხორციელებია, მხარდაჭერა მქონია მათი მხრიდან და სასიკეთო საქმეები გაუკეთებია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე ყველა სხვა სეგმენტისთვის. სასწავლო ცენტრის დაარსებიდან დაახლოებით რა პერიოდის შემდეგ მიიღეთ პირველი დაფინანსება და ამ ემოციებზე რომ მოგვიყვეთ. პირველი საგრანტო კონკურსი, სადაც საერთაშორისო ბიზნეს სკოლის სახელით მივიღეთ მონაწილეობა და გავიმარჯვეთ, ეს იყო მშვიდობისა და განვითარების აკადემიის მიერ მცირე საგრანტო კონკურსის გამოცხადება რეგიონის განვითარებისთვის, სადაც 5 საუკეთესო იდეას შორის გავედით და გავიმარჯვეთ. ეს იყო ჩვენთვის პირველი მერცხალი ერთგვარად და ამ საგრანტო კონკურსმა მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფინანსური სარგებელი არ ჰქონდა ყოველივე მოგვცა мотивация, რომ შეგვექნა უფრო მეტი და გვეკეთებინა ძალიან კარგი საქმე. შემდგომი საგრანტო კონკურსი, რამაც ძალიან დიდი კვალი და წარმატება მოიტანა ჩვენი ორგანიზაციისთვის და რეგიონის პოპულარიზაციისთვის, იყო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების აგენტოს მიერ დაფინანსებული ჯიტასგან იდეათონი ტურისში, სადაც მოვიცავით სამეგრელოს 8 მუნიციპალიტეტიდან 1000 ახალგაზრდა და ჰქონდა ძალიან მასშტაბური პროექტი ზუგდიდის ტექნოპარკში. შემდგომ უკვე ჰქონდა დობის ფაქტორით და ბევრი პროექტიშიც ყოფილვართ გამარჯვებულები. დღესდღეობით რა კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობს საერთაშორისო ბიზნეს სკოლა და დაახლოებით რამდენი ადამიანია თქვენთან დასაქმებული? საერთაშორისო ბიზნეს სკოლას ამ ეტაპზე რამოდენიმე მიმართულება აქვს ორიენტირად აღებული. ესენია ბიზნეს უნარჩვევებისა და მეწარმეობის კლასიფიცირებული პროგრამები, ასაკების მიხედვით, საგნობრივი მეცადინეობები, როგორც დაწყებითი საფეხურისთვის, ასევე მაღალ კლასებში, ქართული ენა, ლიტერატურა, უცხო ენები, ინგლისური, გერმანული, მათემატიკა, დაწყებითი კომბინირებული, ისტორია და ასე შემდეგ. გვაქვს საკვირაო სკოლა, საზაფხულო სკოლა და იგეგმება ზამთრის სკოლაც. აგრეთვე გვაქვს სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმების კომპონენტს და ასევე გვყავს მოხალისეები, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ბიზნეს სკოლის თითქმის ყველა პროექტში. როგორც ვიცი, წალენჯიხაშიც გახსენით ფილიალი და რომ ვუთხრათ ჩვენს მსმენელებს ჩამოთვლილი მიმართულებებით სარგებლობა წალენჯიხაშიც თუ ამ შესაძლებელი და კიდევ თუ იგეგმება სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნას თქვენი ფილიალები. საერთაშორისო ბიზნეს სკოლის პირველი ფილიალი დიახ წალენჯიხაში გაიხსნა და პირველი პროექტი, რაც განვახორციელეთ, ეს იყო საზაფხულო სკოლა, სადაც მონაწილეობას იღებდა 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები. რაც შეეხება შემდგომ გეგმებს, წალენჯიხაში იგეგმება
სასწავლო მიმართულებების დანერგვა, რასაც ამ ეტაპზე მუშაობთ, დაახლოებით ალბათ ნოემბრიდან დავაანონსებთ, რა მიმართულებით გავაგრძელებთ წელიწადში საქმიანობას. თუმცა ერთ-ერთი მიმართულება იქნება, რა თქმა უნდა, საგნობრივი დატვირთვა სხვადასხვა საგნებში, როგორც დაწყებითი საფეხურისთვის, ასევე მაღალი კლასებისთვის. რაც შეეხება სხვა ქალაქებში გახსნას, ალბათ 2025 წელს სხვა მუნიციპალიტეტებს მივადგებით, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ გვაქვს, საით ავიღებთ გეზს. როგორც უკვე გაიგო ჩვენმა მსმენელმა, ძალიან აქტიურად ხარ ჩართული მოზარდების, ახალგაზრდების განვითარებაში. რომ გითხრა, შენი აზრით, რამდენად არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების და განსაკუთრებით ქალების ჩართულობა ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობაში და რამდენად შეგვიძლია ჩვენ, რომ რაღაცა გარკვეული კვალი დავატყოთ ჩვენ საზოგადოებას. ახალგაზრდები ჩვენი მაცოცხლებელი და მამოძრავებელი ძალაა, ზუსტად რომ მათ ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი. ძალიან მინდა ყოველი მხრიდან მათი მჭექარე ხმა ისმოდეს, მკაფიოდ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და არ შეუშინდნენ არანაირ დაბრკოლებას. შეეხება ქალებს, მე ყოველდღიურად წვდები იმაში, რომ ქალები ძალიან ძლიერები ვართ და მინდა რომ ყველა ქალი ბედნიერი იყოს. ამასთანავე ქალების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად უნდა დაისახოს ეს სახელმწიფომ. მთავარი მიმართულება, რაც ჩვენგან სავითარებელი გვაქვს, როგორც მუნიციპალიტეტებში, ასევე ზედარგოლებში, ეს არის ქალთა გაძლიერება და გენდერული თანასწორობა. ქალების ეკონომიკური, სოციალური და ინფორმაციული გაძლიერება მოგვცემს ძალიან ძლიერ სოციუმს. და ამ ყველაფერში უდიდესია სწორედ თქვენი ცენტრის და მსგავსი სასწავლო დაწესებულებების არსებობა და მუშაობა სწორედ იმ მიმართულებებით, რაც გაქვთ არჩეული, რომ ახალგაზრდებს სწორედ არაფორმალური განათლების გზით ჩამოუყალიბდეთ ჯანსაღი და სწორი აზროვნება. ძალიან დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი რაიონისთვის, ჩვენი კუთხისთვის და მინდა რომ უდიდესი წარმატებები გისურვოთ დაწყებულ საქმიანობაში. მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენს მსმენელებს კი შევახსენებ, რომ უსმენდით ჯვარის ხმას და სტუდიაში თქვენთვის მარიამ შეროზია მუშაობდი. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლდათ საერთაშორისო ბიზნეს სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი თათია კვარაცხელია. მომავალ შეხვედრამდე. ძალიან დიდი მადლობა მარიამ მოწვევისთვის და საინტერესო შეკითხვებისთვის. წარმატებებს გისურვებთ პირადად თქვენს და ასევე ჯვარის ხმას გისურვებთ ძალიან ბევრ კმაყოფილ მსმენელს.